მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ, რა სასწაული მოხდება მალე შენს ცხოვრებაში. ნახოთ, რა სასწაული მოხდება, რომელ სფეროში მოხდება ეს სასწაული და როგორ შეცვლის შენს ცხოვრებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ მაინც სიგნიფიკაციას, ნახავ. ეხლა რა ხდება? და შემდეგი რა თქმა უნდა ვნახოთ ჩვენ ეხლა კითხვები დავსვათ ესე იგი რა მოულოდნელს გიმზადებს თქვენ სამყარო ვნახოთ ცხოვრების რომელ სფეროში მოხდება ეს სასწაული და როგორ შეცვლის ეს შენს ცხოვრებას. აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. აჰა, აი გითხარით, შეხედეთ აქ რა ხდება. ტუზე არის და ანუ ესე იგი ნამდვილად დიდი ცვლილება ხდება თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ ეხლა ჩვენ პირველ რიგში რა ხდება. ნუ თქვენ ეხლა ხართ ისეთ ენერგიებში, რომ მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერს შევძლებ, მე ვარ მაგარი. კი, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ ისეთ ენერგიაში, რომ აი ყველაფერს მოვერევი, ყველაფერი შემიძლია, რაღაცა შედეგს ელოდებით, იმიტომ რომ თქვენ აქ უეჭველი რაღაცას უკვე აკეთებდით და ამიტომ უკვე მზად ხართ მიიღოთ. აქ არის რაღაცა ვიღაც თქვათ ახლა ან რამეს სწავლობთ და ფიქრობთ, რომ ეს სწავლა უნდა გავცე და ელოდებით თქვენ ნამდვილად მადლიერ კლიენტებს დაუშვათ, ხო? აქ არის მომენტი, რომ მე მინდა ვისწავლო ან გავცე მინდა ჩემი ცოდნა, ან მინდა ვისწავლო ვეძებ. ანუ ისეთ რამეს, რაშიც მე შემიძლია ჩემი ცოდნა გამოვიყენო და ვიყო საჭირო სხვა ადამიანებისთვის. ეს ძალიან კარგი პოზიცია. და ნუ ზოგი აპირებს თავისი ცოდნის გაცემას. აი ესეც არის. და ზოგი აპირებს აი რაღაც შეიძლება ზოგი ხო გეუბნებათ თუ სამსახურს ეძებს. შეიძლება ნუ ძალიან კარგი ენერგია რა, სადაც რა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, შენ რაღაცის ცოდნა გაქვს და შენ ფიქრობ როგორ ჯობია რომ ვთქვათ, მე გავაუმჯობესო ჩემი სიტუაცია, იმით რომ მე ჩემი ცოდნა გავცე და მივიღო იქიდან, რა თქმა უნდა, სამყარო უკვე თქვენ აქ ვნახოთ რას გააკეთებს სამყარო, მაგრამ აი ნახეთ რა მხოლოდ ცვლილება გელოდებათ უკვე მზად არის და ამიტომ ვკითხოთ, ანუ რა მოულოდნელს გიმზადებს სამყარო მოულოდნელს так, ჩემო სიხარულებო, მოულოდნელად მოდის თქვენთან აქ ვიღაცა მამაკაცი. აი ნახეთ, აქ შემიძლია კიდე რა გითხრათ, აი უკვე აქედან გამომდინარე სიგნიფიკაცია. ნახეთ, შეიძლება აქ ვიღაცა მზად არის იმისათვის, რომ შექმნას ოჯახი. და უკვე, იმიტომ რომ აქ არის ეროფანტის არკანი, ხო? ამიტომ მე მზად ვარ, რომ ვიაროთ წყვილად, მე ღმერთს ვთხოვ იმას, რომ უკვე ყველა ვარიანტებიდან რა ვარიანტებიც არსებობს სამყაროში ყველაზე საუკეთესო და ჩემი მინდა მე და გამომიგზავნე სამყარო და აქ გემგზავნიან თქვენ ნამდვილად აი შეხედეთ დაფკრების მეფე. ეს არის სერიოზული პიროვნება, სერიოზული ადამიანი, რომელიც უნდა შემოვიდეს თქვენთან ცხოვრებაში, ანუ ვინც ელოდებით კი ბატონო. კიდე როგორი მომენტი არის, ეხლა შეიძლება დაუშვოთ თქვენ აქ თუ სამსახურს ელოდებით კი ბატონო, როგორც თქვით, აქ კი ბატონო. აქ ახლა თუ ელოდებით თქვენ დაუშვით ჩემ ცოდნას რომ გავცემ, ანუ სრულიად მოულოდნელად თქვენი დაფასება მოხდება აქ. აი ისეთი რომ თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც რა, რომ ეს საიდან მოდის ახლა ეგეთი რაღაც აი ეს მინდა მოდით ავიღოთ, აბა კიდე მაინც ახლა დავაზუსტოთ ახლა ეს იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის და ამიტომ ახლა უცბად შევკითხოთ ჩვენ ახლა მოულოდნელად ეს არის მამაკაცი თუ მონათესავე სული მოდის თქვენი უეჭველი თქვენ რომელსაც ელოდებოდ გოგოებო ვინც ელოდებოდეთ თქვენ მონათესავე სულს ის მოვა აუცილებლად იცნობ თქვენ მაგას
აქ მომთესავისული მოდის ვიღაცასთან ძალიან ამას თქვენ დაჟე შემიძლია გითხრათ რომ აი ეს როგორ არის იცით აი ეს არის სტაბილური პიროვნება რომელიც იქნება ნამდვილად აი ზოგისთვის დაჟე როგორც ქმარი რა ვინც ოჯახს ელოდებოდა და ვინც თხოვდა რომ ღმერთო გამომიგზავნე ჩემი ადამიანი აგერ არის მოდის სრულიად მოულოდნელად შემოვა თქვენ ცხოვრებაში სულ მალე ანუ მისად გაშლას ვაკეთებ აი ეგეთ გაშლებს რა რა მოულოდნელად რა მოვა ის მიდის მოდის ეს ყოველთვის მაქსიმუმ თუ ეს ვიღებ რომ იცოდეთ რა ამიტომ რომ ნუ სამი ეს არის რა ვიცი თუ თქვენ გინდათ თქვენი თქვათ ახლა დასვით ახლა პერიოდი მაგრამ აი მალე ვნახოთ ახლა ჩვენ აი ნუ რომელ სფეროში ну აქ იმ სფეროში რასაც იცით როგორ ის სულიერად რაც შენ გინდოდა რა რომელ სფეროში რომელსაც ელოდებოდი დიდხანს რომელსაც ახლა შენთვის მნიშვნელოვანი იყო რა აქ უბრალოდ რა არის კიდე თუ ფინანსებს ახლა ეხებოდა დაუშვათ თქვენ ახლა აქ არც ცვლილება გინდათ არანაირი პიროვნების და არანაირი არაფერი და ყავთ თქვენი ქმარი, ესე იგი თქვენი ქმარი რაღაცად გაგახარებთ უეჭველი, ახლა შემიძლია გითხრათ და თუ ეს ეხება დაუშვათ სფეროს ფინანსურ თემას, იცოდეთ რომ თქვენ აქ ძალიან კმაყოფილი იქნებით იმ შემოსავლით, რა შემოსავალიც იქნება თქვენთვის, აი იმიტომ რომ თქვენ ახლა აი ძალიან კმაყოფილი იქნებით რა. რომელ სფეროს უფრო პენტაკლები წავიდა. პენტაკლების სფეროში გეუბნებით, აქ ძალიან მაგარი წინსვლა იქნება. აი პენტაკლების სფეროში უეჭველი იქნება ძალიან კარგი წინსვლა, იმიტომ რომ თქვენ აქ ნამდვილად რაღაცა, ანუ აღარ გავიმეორებ, უკვე ვთქვი ასჯერ და ახლა აუცილებლად შანსი მოგივათ იმისთვის, რომ თქვენ ანუ რაც იყო შეჩერებული ის რომ ამოძრავდეს რა და ურთიერთობის სფეროში თუ გავითვალისწინეთ ურთიერთობის, ну, აქ опять კიდე მოდის აქ სამუშაო სფერო. აქ ვიღაცასთან გაჩერებული იყო, მაგრამ მოხდა და ნერვიულად მოხდა ტრანსფორმაცია, ნერვიულობდით. მაგრამ გაძლიერება მოდის თქვენთან, გაძლიერება, კი ბატონო, შემოდის. კიდე ვისაც სასიყვარულო თემაში აგერ არის შემოდის, თქვენ მაგაზე ხო გეუბნებით, რომ აქ ადამიანი თუ აფირმაციას ამბობდით, ელოდებოდეთ და შეიძლება ნერვიულობდით, რომ არ მოვა ან რაღაცა მოდის, აქ ახალი ძლიერი ურთიერთობა მოდის. და ვნახოთ ახლა ჩვენ ბოლო კითხვა გვაქვს. როგორ შეცვლის ეს შენ ცხოვრებას, ხო? როგორ შეცვლის ეს შენ ცხოვრებას? ну, შეცვლის როგორ იცით, ახლა პრინციპში აქ თქვენ დაიმსახურეთ რა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ისედაც გქონდა თქვენ ჩადებული, აქ რაღაცა როგორ შეცვლის ეს თქვენ ცხოვრებას? ფული გექნებათ ყველა ვარიანტში, სამუშაო გექნებათ ყველა ვარიანტში, კმაყოფილი იქნებით, პენტაკლების დედოფალი შეხედეთ რა. არა, აქ პენტაკლების თემა არის, რაღაცა დღეს რამდენი გაშლა არ გავაკეთე სხვადასხვა არხებისთვის, სულ ფული და სულ ფინანსური თემა, რა ვიცი, მე შეიძლება ახლა ეს არის აქტუალური ვინმესთვის ძალიან, ვინც მიყურებს სულ ხშირად, იმიტომ რომ აქ არის ნამდვილად როგორ შეცვლის და თქვენ ახლა გექნებათ მართლა თუ გაჩერებული იყო თქვენი სიტუაცია, ერთი რამე დაიმახსოვროთ, რომ თქვენ აქ დაკავდებით თქვენი საქმეთ, რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ, რომელიც ნამდვილად თქვენ მოგიტანთ ძალიან მაგარ შემოსავალს და რომელიც იქნება ნამდვილად ესე იგი ნაკადი იხსნება, ბევრი სამუშაო გექნება, სუდაკავებული იქნებით, მაგრამ კმაყოფილი იქნებით ამ იმ შემოსავლით, რომელიც იქნება აქ. აქ თქვენ პროფესიონალიზმს თქვენ აჩვენებთ, თქვენი ნერვიულობა თუ რამე გქონდათ, вообще სუწავა არ გექნება დრო იმისთვის, რომ ინერვიულოთ რა. თუ კლიენტებზე ალაპარაკეთ, ძალიან აი შეძლებული ძლიერი კლიენტებიც მოგივათ, რომელიც დაგასაჩუქრებენ თქვენ და დააფასებენ თქვენს ცოდნას, ტყვილა გაცემული არ იქნება თქვენი ცოდნა და თქვენი შრომა, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ეჭვობთ, ახლა მინდა არ მინდა გავაკეთო, დავიწყო არ დავიწყო, მაგრამ დაიწყებთ თუ არა ეგრევე გეუბნებით დაფასდება ძალიან მაგრად თქვენი შრომა. კი, აგერ არის თქვენი პროფესიონალიზმი დაფასდებით აუცილებლად. თქვენ შეიძლება ახლა არ გჯერათ, მაგრამ კი ბატონო. კიდე ვიღაცისთვის იქნება თემა, რომ შეიძლება ვიღაცასთან დაბრუნდება ადამიანი, მაგრამ ეს უფრო ნახეთ ვისთვის იქნება. ეს თუ დაუშვა თქვენი ქმარი იყო, აქ თუ ოჯახზე იყო და ელოდებოდეთ თქვენ ახლა მაინც დაბრუნებას, მაგრამ აქ რაღაცა იყო ღალატი ან ტყუილი.
ეს ადამიანი თქვენთან დაბრუნდება. კი ბატონო, იმიტომ რომ ელოდება ეს ადამიანი შანსს. შეიძლება დიდი ხანი არ იყო გამოჩენილი, მაგრამ აქ რაღაცა შეიცვალა მის ცხოვრებაში და brunდება. შეიძლება იქ სადაც ახლა რა ვიცი სექსუალური თემები შეიძლება, ну, короче, ყოველ შემთხვევაში brunდება. ეს ადამიანი ძალიან არ იმას ვიზავს, იმიტომ რომ უთქვენოდ ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, მარტო არის გამოჩნდება ყველა ვარიანტში, რომ თქვენთან კარგად გრძნობს თავს და ეხლა რაღაცა ცვლილებები წავიდა მის ცხოვრებაში. თქვენი საქმე მიიღოთ თუ არ მიიღოთ ეს. იმიტომ რომ მაგ ადამიანმა გული გატკინა თქვენ. ეს არ ვიცი ვისთვის იყო ეს ინფორმაცია, უნდა მეთქვა. ну, ყველაზე კარგი ის არის, რომ რაც ეხება ფინანსურ თემას, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი და კარგი სიტუაცია და ძალიან კმაყოფილი იქნებით, თუ ოჯახს ეხება, ოჯახში შემოსავალი მოდის.